გამარჯობათ მეგობრებო. მე ვარ ვახუჯა ფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი. და ამ ვიდეოში მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ვქნათ იმ შემთხვევაში, თუ ვერ პატიობთ ადამიანს წყენას. საკმაოდ გავრცელებული ამბავია, როდესაც ყველაფერი გააზრებული გაქვს ამ ადამიანის, ამა თუ იმ ადამიანის ქცევის მიზეზები. გააზრებული გაქვს ისიც, რომ იმ სიტუაციაში შესაძლოა რაღაცა ემოციების გამო მაგალითად, ხო? რაღაცა პირობების გამო ადამიანმა უბრალოდ ვერ დაინახა სხვანაირი გამოსავალი, ხო? ვერ ნახა როგორ მოქცეული იყო სხვანაირად, იმიტომ რომ ისეთ სიტუაციებში, სადაც ძალიან ძლავრობს ემოციები, როგორც წესი, ადამიანებს აზროვნება უჭირთ. შესაბამისად, საინტერესოა ის, თუ როგორ დავძლიოთ ასეთი წყენა. სანამ მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ დავძლიოთ პრაქტიკულად, ხო რა პრაქტიკული ხერხები არსებობს იმისთვის, რომ დავძლიოთ წყენა და გავთავისუფლდეთ მისგან. და მნიშვნელოვანია მისგან გავთავისუფლდეთ, იმიტომ რომ ხანდახან წყენა ხდება ფსიქოსომატური დაავადებების მიზეზი. ანუ გულში ჩადებული წყენა შეიძლება გახდეს სხვა ფიზიოლოგიური დარღვევების, ასე ვთქვათ, კატალიზატორი. ძალიან ხშირად არის ხოლმე, როდესაც ადამიანები კურნალობენ რაღაცა დაავადებებს და შემდეგ ექიმი ეუბნება, რომ მოდი იქნებ ფსიქოთერაპევტთან წახვიდე, იმიტომ რომ მე მგონი შენ რაღაცა ფსიქოლოგიური გჭირს. ძალიან ხშირად მესმის ესეთი რაღაც. სანამ მოგიყვებით ამ პრაქტიკულ მეთოდებს, სანამ ამას გაიაზრებთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, იმიტომ რომ მასზე უკვე დევს დიდი რაოდენობით ვიდეო მასალა, რომელიც შეიცავს ძალიან ბევრ პრაქტიკულ, სასარგებლო მეთოდს, ტექნოლოგიას, ჩვევას, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევცვალოთ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ. შესაბამისად, რა შვებით იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს ესეთი წყენა. აქ უნდა გავიაზროთ ერთი მარტივი რაღაც, რომ წყენას აქვს მენტალური კომპონენტი, ხო? რომელიც იწვევს ემოციებს. და წყენას აქვს სხეულებრივი კომპონენტი, ფიზიკური კომპონენტი. ანუ წყენის გრძნობას ვგრძნობ სადღაც სხეულში, ხოლმე, ხო, იმ ჩადებულ წყენას. მაგალითად, თუ გააქვთ ესეთი პრობლემა, როგორც კი დაფიქრდებით აი ამ წყენაზე, იმ ადამიანზე, ვინც გაწყენინათ, სავარაუდოდ, სადღაც სხეულში იგრძნობთ ან სპაზმს, ან დისკომფორტს, ხო, ან ჩხლეტას, ან სიცივეს, ან კიდევ სხვა რაღაცა ისეთ ნაკლებად სასიამოვნო გრძნობას. ან შეიძლება ისეთი შეგრძნება გეგონება ენერგია არ მოძრაობს სხეულის ამ ნაწილზე, გეგონება რაღაცა განცალკევებულად არის ეს ჩადებული წყენის ადგილი. ხო, და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გავთავისუფლდეთ აი ამ შეგრძნებისგან. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ისე ვართ მოწყობილები, რომ როდესაც რაღაცა შინაგან შეგრძნებას ვგრძნობთ, ამ შემთხვევაში, ხო, მაგალითად, წყენის შეგრძნებას სხეულში. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიპოვოთ ამ შეგრძნების დადასტურება. პრაქტიკაში როგორ გამოიყურება ეს? სანამ მაქვს ეს ჩადებული წყენა, იმ სიტუაციაში, რომელიც ეხება ამ წყენას, ადამიანში, რომელმაც მაწყენინა, უმეტესწილად ქვეცნობიერად ვეძებ მინუსებს და უარყოფით მხარეებს. როდესაც ვპოულობ, ან ვიგონებ, იმისთვის რომ გავამართლო აი ეს შინაგანი დისკომფორტი, კიდევ უფრო ვიჯერებ იმას, რომ ჩემი წყენა არის აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, სამართლიანი და ნუ ეს შეიძლება ყველაფერი გადაიზარდოს ესეთი ბერძნული ტრაგედიის მასშტაბებში. სხვა შორის, ხანდახან, როდესაც მიმუშავია ონკოლოგიურ დაავადებულებთან, ხო? ერთ პერიოდი ძალიან ხშირად ვეხმარებოდი ხოლმე, ასე ვთქვათ,
ფსიქოლოგიურ ნაწილში, რომ ორგანიზმს მეტი ძალა ქონოდა, მათ შორის ფსიქოლოგიურად და აი ძალიან ხშირად იყო, რომ ონკოლოგიის ერთ-ერთი ფსიქოსომატური გამომწვევი იყო ზუსტად წყენა, ამიტომ რაც მალე თავისუფლდებით ამისგან მით უფრო კარგი. როგორ ვაკეთებთ ამას, ხო? ანუ კიდევ ერთხელ გავიაზრეთ, გადავხარშეთ მილიონჯერ, მაგრამ ვერ თავისუფლდებით ამ წყენისგან. და სანამ მას გრძნობთ სხეულში, ხო, ჩვენი გონება მას აღიქვავს აწმყოთ. ანუ წარსულის ნაწილად ვერა და ვერ გადაიქცა, მარტივად. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ამ შემთხვევაში უნდა მივეხმაროთ ჩვენი ტვინის იმ ნაწილს, რომელიც ზუსტად სხეულში იწვევს დისკომფორტს, ხო? ვაკეთებთ ასე. პირველი ვაქცევთ ყურადღებას სხეულში სად არის ჯამჯდარი აი ამ წყენის შეგრძნება. მაგალითად, სადღაც, როგორც წესი, ტიპიურად არის ხოლმე აი სადღაც აი ბუნკერში, შეიძლება უფრო დაბლაც იყოს, ხო? ხანდახან აი აქ გრძნობენ ხოლმე სპაზმს, აი ბოღმა მახჩობს, ხო, ამბობენ. ხო და ვაკეთებთ ესეთ რამეს. გავზომოთ ამ შეგრძნების სხეულში არსებული აი ამ წყენის შეგრძნების ძალა, ხო? რამდენად ძლიერია. 0-დან 10-მდე. 10, აი ძალიან ძლავრად არის, ასე ვთქვათ, ძალიან ინტენსიურად გრძნობ. 0 საერთოდ ვერანაირ შეგრძნებას ვერ გრძნობ სხეულში, ხო? ვთქვათ, ზომავთ ამას, შემდეგ ვაკეთებთ აი ესეთ უცნაურ რამეს. ვაკეთებთ თვალის მოძრაობას, ესე იგი, თავი გაჩერებული გვაქვს ერთ ადგილზე და ვაკეთებთ თვალის მოძრაობას. პირველი, ასე კი, 24 მოძრაობა ჰორიზონტალურად, ხო? თავი გაჩერებული გვაქვს და აი ესე ჰორიზონტალურად ვამოძრავებთ თვალებს. აქეთ-იქით ითვლება ერთ გამეორება და აი 24 გამეორება აქეთ-იქით. თუ ახლა გაქვთ ეს პრობლემა, შეგვიძლია პირდაპირ აი ხო უყურებთ ეკრანს, ხო? მიადევნეთ თვალი უბრალოდ ჩემს თითებს. აი დავიწყოთ ჰორიზონტალური მოძრაობა. თავი გაჩერებული გვაქვს ერთ ადგილზე და ამავდროულად როგორც გამოგივათ, ამავდროულად ყურადღება გადაიტანეთ აი სხეულში იმ შეგრძნებაზე, სადაც არის ჩაგუბებული, ჩაკირული, ჩაგროვილი აი ეს წყენის შეგრძნება. და უყურებთ უბრალოდ ჩემი თითების მოძრაობას. თავი ერთ ადგილას გვაქვს გაჩერებული, მხოლოდ თვალებს ვამოძრავებთ. ახლა. შეიძლება აი სანამ ამას აკეთებთ ჩემთან ერთად, შეიძლება გრძნობთ, რომ აი სხეულში გათავისუფლების შეგრძნება გაჩნდა, ან შეიძლება ცოტა გაძლიერდეს კიდეც. ან ასეა, ან ისეა. მაგრამ ყველა შემთხვევაში იგრძნობთ, რომ რაღაცა მოზდის ამ შეგრძნებას. ისევ ისეთი არ არის, როგორც იყო. ეთილი, ჩავისუნთქოთ ღრმად. გამოვისუნთქოთ. კიდევ ერთხელ დაფიქრდით ამ წყენაზე და კიდევ ერთხელ შეაფასეთ 0-დან 10-მდე თვითონ შეგრძნების სიძლიერე. სავარაუდოდ, უმეტეს შემთხვევაში, ხო, მაგალითად, 10 იყო, შეიძლება იკლოს. ასე ვთქვათ, 8-ზე ჩამოვიდე 7-ზე და ასე შემდეგ. ახლა მიაქციეთ ყურადღება, თუ დარჩა წყენის შეგრძნება, ვაკეთებთ მოძრაობების მეორე სერიას. დაწოლილ რვიანს ვხაზავთ აი ესეც თვალებით. ხო, შეგიძლიათ ისევ სანამ უყურებთ ამ ვიდეოს, აი ჩემს თითებს უყუროთ და თვალი მიადევნოთ. თავი გაჩერებული გვაქვს ერთ ადგილზე, მხოლოდ თვალს ვადევნებთ. და ამავე დროს გადაიტანეთ ყურადღება ამ წყენის შეგრძნების ნარჩენებზე, რომელიც სადღაც იქ შესაძლოა კიდევ დარჩა. ამ დროს შეიძლება აგიტყდეთ მტკნარება, შეიძლება ცრემლი წამოვიდეს. ნორმალურია ეს ამბავი, სხეული თავისუფლდება. ანუ ეს გამოუთქმელი, რაც ჩამოყალიბდა ეს ემოციური მუხტი, აი ხა ნელ-ნელა ამ სპაზმს ხსნით და ბოღმა, ასე ვთქვათ, გამოდის გარეთ.
კეთილი. ჩავისუნთქოთ ღრმად. გამოვუშვით ჰაერი. ახლა კიდევ ერთხელ შეაფასეთ 0-დან 10-მდე, ხო? აი, რამდენად იკლო კიდე სავარაუდოდ, აი ამ მეორე სერიის მერე. ქვემოთ წამოვა კიდე უფრო შეგრძნება. მიაქციეთ ყურადღება და თუ დარჩა კიდევ სადმე რამე, ხო, რაღაცა ნარჩენები ამ შეგრძნების, გავაკეთოთ მესამე სერია. ესე იგი, ისე უყურებთ ჩემს თითებს. თავი გაჩერებული გვაქვს ერთ ადგილზე, ანუ თავს არ ვამოძრავებთ, ვამოძრავებთ მხოლოდ თვალებს, ხო? და მიყევით ჩემს თითებს, მარტივად რო ვთქვათ. და ყურადღება გადავიტანოთ აი იმ შეგრძნებაზე, წყენის შეგრძნების ნარჩენებზე, რომელიც ჯერ კიდევ შეიძლება სხეულში არის, ხო? ვამოძრავებთ მხოლოდ თვალებს. კეთილი. კიდევ ერთხელ ჩავისუნთქოთ. გამოვუშვით ჰაერი და კომენტარებში ვინც აკეთებდით ჩემთან ერთად აი ამ სავარჯიშოს, ხო? შეიძლება რომ დაწეროთ აი თავიდან სანამ დავიწყეთ, რამდენი იყო სიძლიერე ამ წყენის შეგრძნების და რამდენად ჩამოვიდა ქვემოთ, ასე ვთქვათ, რამდენად შემცირდა. თუ კიდევ რაღაცა დარჩა, შეგიძლიათ ეს ვიდეო კიდევ ერთხელ ჩართოთ, უყუროთ და გაამეოროთ, ასე ვთქვათ, მარტივად ეს ამბავი. იქამდე სანამ რომ იცოდეთ ესე 4-იანზე ან უფრო ქვემოთ თუ ჩამოვიდა, ეს არის ის, რასაც თვითონ გადახარშავს ფსიქიკა, ამას მიშველება არ ჭირდება. მიშველება ჭირდება, დახმარება ჭირდება ისეთ, ასე ვთქვათ, ისეთი ინტენსივობის წყენას, რომელიც აი 5-იანზეა ან უფრო მაღლა, ესე იგი, აი ვერ ერევა ფსიქიკა და ჭირდება მიხმარება. კეთილი და პატიოსანი. ესე იგი, დავიმახსოვროთ მარტივი ალგორითმი. ნებისმიერ წყენას გააჩნია ფიზიოლოგიური ნაწილი, სხეულში შეგრძნება. ვიპოვოთ ეს სხეულში შეგრძნება, გავზომოთ 0-დან 10-მდე რამდენად ძლიერია, შემდეგ ვაკეთებთ თვალების მოძრაობას. პირველი სერია 24 მოძრაობა ჰორიზონტალურად. შემდეგ პაუზას ვაკეთებთ და კიდევ ერთხელ ვაფასებთ, აბა რამდენად ჩამოვიდა. თუ არასაკმარისად დავთავისუფლდით, დაწოლილ რუიანს ვხაზავთ თვალებით მეორე სერია, ოღონდ არ ვამოძრავებთ. თავს ვამოძრავებთ მხოლოდ თვალებს. ამ სერიის შემდეგაც გავზომეთ 0-დან 10-მდე. რამდენი დარჩა და თუ კიდევ არის რაღაცა, ასე ვთქვათ, მისახმარებელი, შემდეგ ვხაზავთ აი ესეთ წრეს თვალებით. მესამე სერიას და ისევ ვაფასებთ. ეგ არის და ეგ. ამის შემდეგ, ასე ვთქვათ, თვითონ გადახარშვა ამ ეპიზოდის და მისი გაწარსულება, მარტივად რო ვთქვათ, ხო? გახდება ძალიან მარტივი. ანუ ის გადაიქცევა წარსულის ნაწილად. ხო, იყო და ჩავაბარეთ არქივში. აი ესეთი მარტივი რაღაც. მინდა გითხრათ, რომ 23 მაისს ვიწყებ პროგრამას, რომელსაც ქვია შეუზღუდავი მიღწევების მარათონი, რომლის მიზანიც არის ცხოვრების დონის და ხარისხის გაუმჯობესება პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, კერძოდ ფიზიოლოგიური ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება, კომუნიკაციები, საზოგადოებრივი სტატუსი, ფინანსური კეთილდღეობა და წარმატებულობა, ხო, კარიერის განვითარება, ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მიმართულებით შეძლებთ თქვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, როგორ რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ანუ 21 დღის განმავლობაში ვაკეთებთ სავარჯიშოებს და ამ სავარჯიშოების გაკეთებისთვის დაგჭირდებათ 15 წუთიდან 45 წუთამდე. გააჩნია, ასე ვთქვათ, რა სასტარტო დონე გაქვთ, ხო? არანაირ მომზადებას წინასწარ ცოდნას, განათლებას ფსიქოლოგიაში ეს მარათონი არ მოითხოვს. სპეციალურად გავაკეთე ისე, რომ ყოფილიყო გასაგები, მარტივი და გამოყენებადი ნებისმიერი ადამიანისთვის.
რამდენიმე ეტაპია. დასაწყისში რას ვაკეთებთ, ხო? დასაწყისში ვაკეთებთ სავარჯიშოებს იმისთვის, რომ წარსული ჩავაბაროთ წარსულს. თავისუფლდებით შემზღუდავი იდეებისგან, სტრესებისგან, სტრესული მოგონებებისგან, ასე ვთქვათ, ვახორციელებთ მომავლის გენერალურ დალაგებას ეგრეთ წოდებულს, ხო? იმიტომ რომ არა მარტო წარსულში შეიძლება იყოს მოგონება, ესეთი არასასიამოვნო, არამედ მომავალში შეიძლება ბუდობდეს, ასე ვთქვათ, უცნაურ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ მაინც ესეთი ტრავმატული მოგონება მომავლის შესახებ, რომელიც შეიძლება, ასე ვთქვათ, ძალიან უშლიდეს ადამიანს ცხოვრებას. ანუ პირველ ეტაპზე წარსულს, ასე ვთქვათ, ვაწარსულებთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანები, ასე ვთქვათ, ისევ იმ წარსულ ეპიზოდებში ცხოვრობენ თავის ცხოვრების წარუმატებლობის თუ რაღაცა ფსიქოლოგიური ტრავმების, რომლებიც, კაი ხანია არქივშია ჩასაბარებელი, მაგრამ ვერ გამოსდის ფსიქიკას. იმდენად მტკივნეულია ემოციურად, ხო, რომ ვერ უშვებს ამას ადამიანს. ესე იგი, პირველი ეტაპია ეს, გავთავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც გვიშლის ხელს. მარტივად რო ვთქვათ, აი აშენებ სახლს, ხო? ხო ვერ ნაგავს აყრელზე, ხო ვერ ააშენებ, ჯერ ეს ნაგავი უნდა გაიტანო. აი პირველი ეტაპი არის ნაგვის გატანა ზუსტად. 4 თუ 5 დღეში ვაკეთებთ ამას. მეორე ეტაპი ეს არის საკუთარი ღირებულებების გარკვევა, მომავლის, ასე ვთქვათ, მიმართულების ჩამოყალიბება და მიზანდასახვა ისეთნაირად, რომ ამ მიზნების განხორციელება შევძლოთ. ამასთან ერთად არა მარტო მიზნების დასახვა, არამედ მათი განხორციელების გეგმების შედგენაც, ხო? რეალისტური გეგმები, თავისი რისკების პროგნოზირებით, თავისი, ასე ვთქვათ, დროში გაწერილი თარიღებით, რესურსებით და ასე შემდეგ. ანუ ისეთნაირად, რომ გამოგვივიდეს საბოლოო ჯამში ამ მიზნების მიღწევა. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ესეთი მომენტი, როდესაც ადამიანები ვიზუალიზაციით არიან დაკავებულები, მიზნებს სახავენ რაღაცა, მაგრამ ძალიან დაბალი პროცენტი გამოსდით ხოლმე აი ამ დასახულიდან. მე მინდა რომ გამოგივიდეთ იდეაში 100-დან 100. 100-დან 80 თუ გამოგივიდეთ, უკვე ძალიან მაგარი შედეგია. რასაც პრინციპში ვაღწევთ ხოლმე აი ამ მარათონში. მონაწილეების იმას გამოვაქვეყნებ მე. მათ კომენტარებს მარათონის გავლის შემდეგ. მასშტაბებებს და თქვენთო ნახოთ. ასევე შემდეგი ეტაპი ეს არის საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესება, როგორც ძალგეულ ადამიანთან, ისე ადამიანთა ჯგუფებთან, ხო, საჯარო გამოსვლის უნარების გაუმჯობესება. მინდა გიჩვენოთ ის მარტივი ხერხები, როგორ შეიძლება ძალიან სწრაფად გახდე საკმაოდ ეფექტური კომუნიკატორი, იმიტომ რომ როდესაც საზოგადოებაში ცხოვრობ, ცოტაა შენ იყო რაღაცაში ძალიან მაგარი, საკუთარ თავზე გჭირდება მოთხოვნილების შექმნა. სწორი ინფორმირება ადამიანების ამის შესახებ, ან თვითპრეზენტაცია გჭირდება და გაყიდვის უნარი გჭირდება საკუთარი თავის, ხო? გარდა იმ მარტივი რაღაცეების, რომ როდესაც ხარ კარგი კომუნიკატორი, ელემენტარულად ქმნი ჯანსაღ ურთიერთობებს, თუნდაც საკუთარ ოჯახში, ხო, თუნდაც საკუთარ პარტნიორთან. შემდეგი ეტაპი ეს არის სწრაფი დასწავლის, სწრაფი განვითარების ტექნოლოგიები. როდესაც ვიცით მაგალითად, რა მიმართულებით გსურს ჩვენი ცხოვრების განვითარება, რისი შექმნა გსურს, რის ჩამოყალიბება გსურს, რისი მიღწევა გსურს და აი აქ ხვდებით, რომ რაღაცა უნარები საამისოდ გვაქვს, ხასიათის თვისებები და კომპეტენციები, რაღაცა გვაკლია, რაღაცა კიდე ხელს გვიშლის პირიქით, ხო? აი როგორ მოვახდინოთ საკუთარი პიროვნების სწრაფი რედაქტირება, არა თვეებში და წლებში, არამედ როგორ მოვახდინოთ ეს დღეებში, რამდენიმე კვირაში, რომ მივიღოთ, ასე ვთქვათ, საკუთარ თავში ის უნარები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო სწრაფი ტემპით ვიმოძრაოთ წინ. აი ესეთი 4 ეტაპისგან შედგება, ხო, წარსულისგან გათავისუფლება, მიზნების ჩამოყალიბება, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება და საკუთარი თავის განვითარების და რედაქტირების ტექნოლოგიები. ამ, ასე ვთქვათ, მარათონის გავლის შემდეგ, 21 დღის გავლის შემდეგ, აი ყოველ დღე მოგდით ახალი დავალება, ხო, როგორც თქვით, 15 წუთიდან 45 წუთამდე გჭირდებათ, რომ ეს დავალება აითვისოთ. გარდა ამისა, თვითონ ამ მარათონში, ხო, დავალებები არის ვიდეო ჩანაწერის ფორმატში, გარდა ამისა გვაქვს 4 ცოცხალი მეცადინეობა, ცოცხალი ლაივი, ასე ვთქვათ, ხო? სადაც საჭიროა ჩემი უშუალო მონაწილეობა იმისთვის, რომ ის სავარჯიშოები, რომლებიც, ასე ვთქვათ, მოგდით,
რომ მათი შესრულება შეძლოთ მარტივად, იოლად, კომფორტულად. გარდა ამისა, გექნებათ ჩემგან უკავშირი მუდმივ მთელი მარათონის მანძილზე. რაც შეეხება წვდომას ამ მასალებთან და ჩანაწერებთან, 21 დღის განმავლობაში სანამ გადიხართ ამ მარათონს, ეს წვდომა გაქვთ და შემდეგ კიდევ 21 დღის განმავლობაში თუ ვინმემ რამე ვერ მოასწრო, მაგალითად, შეგიძლიათ ეს ყველაფერი ტარდება დახურულ ჯგუფში Facebook-ში. იმისთვის რომ მიიღოთ მონაწილეობა აი ამ page-ზე ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე უნდა მომწეროთ პირადში და ჩემი ასისტენტი დაგარეგისტრირებთ საამისოდ. კიდევ რა გითხრათ? მე მგონი ყველაფერი გითხარით, ხო? ვიწყებთ 23-ში. 23 მაისს. ამიტომ სანამ ჩაეწერებით, სანამ გადაწყვეტთ მასში მონაწილეობას, გაეცანით პროგრამას, რომლის ბმულით დევს აი ამ ვიდეოს აღწერაში, სათაურის ქვეშ დევს პირდაპირ ბმული, სადაც შეგიძლიათ დააჭიროთ და ნახოთ დაწვრილებით პროგრამა, პირობები და ასე შემდეგ. გადავდივართ ბმულზე და იქ არის აბსოლუტურად ყველაფერი, აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია. კეთილი და პატიოსანი, პრინციპში დღეისთვის სულ ეს იყო რისი მოყოლაც მინდოდა თქვენთვის და მომავალ შეხვედრამდე.